გამარჯობათ პატივცემულებო, საღამო მშვიდობისა. შეიძლება ითქვას კიდევაც ღამე მშვიდობისა, ჩვენო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღეს ხუთშაბათი დღეა, ტრადიციულად ეთერში ვარ. ჩემს გვერდზე ობიექტური მიზეზის გამო არ ბრძანდება ჩვენი გეგა ხვედელიძე, აქედან მოკითხვა შეუთვალოთ მას, მაგრამ ბრძანდება ძალზედ სათნო, ყველასთვის და ყოველთვის სასურველი სტუმარი, ჩვენი სოლოლაკის მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვარი, ეკანოზი მამა ამირან ამირანაშვილი. და რა თქმა უნდა, გაამდიდრებს ჩვენს გადაცემას, რაც არაერთგზის მომხდარა და ასე რომ პირველ ნაწილში აი ამ ასეთ სათნო სტუმართან ერთად ვიქნები. მოგესალმებით, მამაო. მშვიდობა. დღეს ამაღლების დღესასწაულია. და დიდია ეს დღესასწაული, რა თქმა უნდა, მე კონკრეტულად მთელ საქართველოს ულოცავ ამაღლების დღესასწაულს, ამ უბწყინვალეს დღესასწაულს. მე ულოცავ სრულიად სამართლმადიდებლოს მამა ამირან. მე მიულოცავ ამ დღესასწაულს ახლად არჩეულ ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს პატრიარქ, კათოლიკოს პატრიარქ შიოს. მე მიულოცავ აწ გარდაცვლილ, მაგრამ სულ ჩვენთან თანამყოფელ უწმინდეს და უნეტარეს მის მართლაც განუზომლად დიდი ღვაწლის მქონე დიდ პიროვნებას, რომელიც რა გითხრათ, ალბათ ვერ შეველიეთ მის უკვდავებას, ასე ვთქვათ, ესე გვეგონას უყველას, ჩვენს პატრიარქ ილია მეორეს, რომელმაც მეგობრებო და მეთანხმებით ძალზედ დიდი მაგალითი მოგცა ჩვენ საერთოდ ადამიანობის. ძალზედ დიდი მაგალითი მოგცა ქრისტეს მხედრობისა. თუ რას უნდა საზრისი ცხოვრებისა, რაც წარმოადგენს და რას უნდა წარმოადგენდეს ადამიანისათვის, ამ დიდი ჯვრის მტვირთველმა უწმინდესმა ილია მეორემ, რომის გზაკვალშიც ახლა ჩვენი უწმინდესი პატრიარქი შიო ბრძანდება, დალოცოს უფალმა და რა ვიცი პოლიქრონიო. აი ძალზედ დიდია ეს საუნჯე ჩვენი უწმინდესი ილია მეორისა და პირველი ამაღლებაა, რომელსაც ის ჩვენთან ერთად ვერ ესწრება სამწუხაროდ ფიზიკურად, თორემ ის სულ ჩვენი თანამდებია თავისთავად. მან მაგალითი მოგცა თუ თავის ქადაგებით, თავისი მოღვაწეობით, თავისი ეპისტოლეებით, აბსოლუტურად სიტყვითა და საქმით. დიახ, თუ როგორ შეიძლება ადამიანი ამაღლდე შენს ცოდვილ გარემოზე, შენს თავზე. დიახ, აი დღეს ამაღლების დღეა, თან სიმბოლურია ამაღლების ტაძრის წინამძღვარი ბრძანდება ჩვენთან, თვითონ ამაღლებული პიროვნება, პერსონა. მე მინდა ასევე მამა ამირან მიულოცო ჩვენს სნეულებს, ავადმყოფებს, რომელნიც შინ თუ გარეთ და გარეთ მეტწილად ალბათ სამწუხაროდ ეს კიდევ სხვა ცალკე საკითხია, უნიჭიერეს ერს მედიცინაში რა დაგვემართა, რომ კურნალობენ. მე მინდა მათ მიულოცო სნეულებს და უფალმა აი ეს განსაცდელი სწორადად შეამეცნებინოთ და ამ წვრთნასთან ერთად ის დიდი წყალობა, რაც უფალს რა თქმა უნდა განუზომლად დიდი აქვს თითოეული ჩვენთაგანის მიმართ და განსაკუთრებით სნეულების მიმართ მოიღოს მან და რა თქმა უნდა აღამაღლოს ეს ადამიანებიც. ასევე მამაო მინდა პატიმრებს მიულოცო. პატიმრებს მიულოცო, რომელნიც რა ვიცი რა გითხრათ, განურჩევლად ყველას მართლმორწმუნეს, ვინც კი ღებულობს, აღიარებს და ვისთვისაც მართლა ეს ამაღლების დღესასწაულია.
არა თეორიულად ქრისტიანს, არამედ საქმით ქრისტიანს. ახლა იქ გადაცდომით, გადმოცდომით, როგორ ანაირად ვინ საპატიმროში აღმოჩნდა, ზოგი სრულიად უდანაშაულოდაც ზის და არაერთი ეს ხშირად მithქვამს. მე მინდა ემიგრაციას მიულოცო, მამაო, ჩვენს დიდ ტკივილს, ჩვენი აც გარდაცვლილი ილია მეორეს, ჩვენი სიყვარულის პატრიარქის დიდ ტკივილს, სადაც რემს ჩვენს ემიგრაციას, რომელიც ვიცით რის გამო ბრძანდებიან და ასე შემდეგ. მე მინდა თქვენი ბაგე მადლიანის სიტყვით მოგვილოცოთ, დაგვლოცოთ და ბრძანოთ. სიამოვნებით, ჩემო ბეკაგენაცვალე. ჩემო ძვირფასებო, ჩვენო მაყურებელნო, ჩვენო მეგობრებო, ჯარისკაცებო, ყველანი ვინც აი უძრულებასაც შინამყოფნო თუ საპრობილესაც შინამყოფნო, შეჭირებულნო ადამიანებო, რომ დაგეძლიოთ ის შეჭირების მიზეზები და ამაღლებულიყავით ყველანი ერთად. ჩემო ძვირფასებო, მე ღვთააწილად ბედნიერება, რომ იმ დიდი სამსახურის შემდეგ, რომელიც ღმერთმა მე სცენიდან გადმომიყვანა და მაკმარა 20 წელიწადი და სიონის საკათედრო ტაძარში დავიდე ჩემი თავშესაფარი მის უწმიდესობის მანტიის გვერდით გავატარე 41 წელიწადი. ეს ცოტა არ არის და ძნელია პიროვნებაზე, ვინც შვილად მიგიღებს, ვინც ხუმრობით თავიანთ მსახურებს, გოგონებს დაუძახებ და რაიმე ჩემი შესამოსელი იყო მოსაგვარებელი თუ რაღაცეს პირველ წლებში, ჩვენ პრინცს უნდა შევუკეროთ საუკეთესო შესამოსელი და ესე სულ მეხუმრებოდა და ამ სიყვარულით გავატარეთ ჩემი პროტოდიაკვნობა მისი უწმიდესობის გვერდით. ეს იყო ზღაპრული სამყარო ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, როგორც თუ გნებავთ რწმენაში ახლად შესული პიროვნებისთვის, ისე მიფრთხილდებოდა, როგორც მე მინახავს ჩვენი მამები, როგორ ხედნიდნენ დავუშვათ გამოცდილ ხართან, რომ შეებათ ახალგაზრდა სახარე გამზადებული და ისე მას მათრახს კი არ სცემდნენ, არამედ ეფერებოდნენ რაღაცას, ნუკბარს მიართმევდნენ, რა ვიცი, 1000 გვარი საშუალებებია გაწვრთნისა და აღზრდისა და ჩემმა საყვარელმა მე მოპერებით ბაბუკას ვეძახდი ჩუბად ახლოს რომ მივიდოდი და ხელზე რომ ემთხვეოდი, ალბათ ყოველ წირბაზე მინდოდა დამეთვალა, როდესაც ერთად სახურობდით, რამდენჯერ მიწევდა მის ხელზე მთხვევა და ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ მებნევოდა, იმიტომ რომ ეს იყო ყოველ წუთში და ასე ძმურად სიყვარულით გავატარეთ აი ეს არ მინდა წარსული დავარქვა, როგორც ბატონმა ბეკამ ბრძანა, იმიტომ რომ მისი უწმიდესობა იმსახურებს უდიდეს პატივის ცემას და მადლობა ყველას სრულიად საქართველოს, ჩემო დებო და ძმებო, შემზარავი და შემწველი იყო, რა ვიცი, აი ესე ერთი როდესაც ჩვენ განვიცადეთ სოხუმიდან გარდმოსვლის კოდორის ხეობა და იქ განსაცდელები იყო საოცარი და მეორე წუხრი ასეთი არც შექსპირის როიმე კინოგცეულ ნაწარმოებში დრამატურგიაში მინახავს და არც თუ გნებავთ შემდეგ წუხრის შემდეგ მადლობა უკვე უწმიდესსა და უნეტარეს ჩვენს ახალგაზრდას, ჩვენს უნიჭიერეს და აქვე დავზენდი, რომ უწმიდესი იშვიათად შეცდებოდა ალბათ, მე რა თქმა უნდა ჩემი ბრმათვალებით იმას რაც გავიგებდი, მაგრამ თუ გნებავთ გამჭრიახ თვალსაც რომ დაკვირვება ეწარმოებინა, მან შეარჩია სწორედ ღირსეული ადამიანი. ნუ გეწყინებათ, ჩემო ძამიკოებო, მე ყველანი მიყვარხართ, ყველა ის კანდიდატი, ჩემი გვერდში მდგომი, ერთად ლუკმა გატეხილი, ერთად ნაზიარებით წლობის მანძილზე, მაგრამ
მე რაღაც ისეთი სიტყვაც ვიხმარე მეუფე უწმიდესის ვიდრე ის მეუფე იყო და მოსახდრე გახდათ და აიტაცა ხალხმა მაგრამ თუ ნათლისკენ არ მივიტვით თუ მნათობნისკენ არ მივიტვით თუ ჩვენ არ გვინდა რომ აი რო გაბწყინდება რით გაბწყინდება თუ მზე არ ამობწყინდა თუ მანათობელი ღამის მთვარია მანათობელი დღის კიდეს ღმერთის დადგენილია რაღაცნაირად შედარებით გამომივიდა და ზოგიერთმა ვერ გამიგეს და რაღაცები დამიწერეს მადლობა ყველას ვინც მე გამაკრიტიკა ნეტა მართლა ყავდეს ყველა სასულიერო პირს 1 მილიონიანი ეს სასაცილოდ არ მიგვაჩნია მაგრამ ასე დაწერეს ჩემზე მილიონიანი მანქანით გადაადგილდება ნარკომანია ერთი ღერის სიგარეტისთვის არ დამიყნოსია მე ჩემს სიჭაბუკეში და ჩემ ცხოვრებაში და კარგია რომ რაც მეც გამლანძღავენ უფალი მეტად ამამაღლებს დღეს არის ამაღლების დღესასწაული და მე მინდა უსურო ვინც უკვე ამაღლდნენ და ასე სჯერათ და მართლაც ასე არის მე მათ ყველას წარმატებას უსურვებ ხოლო არ უნდა დავივიწყო დიდი მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი წმინდა ნიკოლოზი რომელმაც სიმდაბლითა სიმაღლე მოიპოვა რაც მაღლა ვიქნებით ეს მაგალითი მე ჩემი პატრიარქისაგან ვიცი მით უფრო თავმდაბალი მით უფრო ადამიანური მით უფრო უბრალო არა მაგრამ ადამიანი იყო ადამიანებთან ურთიერთობაში და არა მას ყოველ წუთში შეახსენო მე უფრო მაღალი ვარ მე უფრო გვირგვინოსანი ვარ მე მეფე ვარ და ეს წავიდა ეს დროები კი იყო ასეთი პერიოდები მეც რამდენიმე მეფე მაქვს ნათამაშები აიდაში მეფე აბესალომ დეთერში მეფე აბიო შემდეგ რაღაც სხვადასხვა სპექტაკლებში ბოლოს მეფე ერეკლეც ღვთაწყილად მაია წყნეთერში განმასახიერე და მეფე მაიასა როდესაც შედის საპყრობილეში როგორი თბილია შვილო ეუბნება და როგორც საკუთარ შვილს ისე ეფერება მაიას ჩემო ძვირფასებო ეს არ უნდა დაგვავიწყდეს რაც უფრო მაღლა მოგცემს ღმერთი კიბეების წვერვალების დაპყრობას ჩვენი თავდაბრობა პარალელურად უნდა მისდევდეს და მე მადლობელი ვარ ღმერთისა რომ რჩეულთა შორის მე არ ამირჩევი არავინ ღმერთმა აირჩია ჯერ უწმინდესმა აირჩია შემდეგ უფალი ჩაერია მე დარწმუნებული ვარ და მე როგორც ცოტა ძველი პროფესიიდან გამომდინარე ვის დავსვავდი მეფედ დაუშვათ იმ კრებულში როდესაც კრება შევიკრიბეთ სადაც მისი უწმიდესობა უნდა არჩეულიყო ისე გამოირჩევოდა ისეთი აი ჯერ მარტო ჩვენებს გვაქვს ესეთი გამოთქმა შეიძლება ძალიან პრიმიტიულია თვალი სვავს და თვალი ჭამსო რო დაინახავ ჩვენ ახალ ჯერ ხო თვარე იყო ჩვენი პატრიარქი სადაც ჩავიდოდით ავიცი ოვაციებით ხდებოდნენ გეგონება კინო ვარსკვლავი ან ვიღაცა დიდი ხელოვანი არ რაღაც ხელოვანთა შორის ერთ-ერთი უდიდესი იყო ილია მეორე და მე დარწმუნებული ვარ მისი გამოწვრთნილი მე ჩვენი უწმიდესი შიო არანაკლები კი არა მე მინდა რომ უფრო აღმატებული იყოს აი ეს და მაშინ იქნება საქართველოს გამარჯვებული მაშინ იქნება ქართული ეკლესია ურყევი და მადლობა ძმებს ვინცაც ქონდა გუნებაში თუ შეიძლება ასე ითქვას პატრიარქობა ყველას უნდა ჩემოკარგებო მაგრამ ღმერთმა ესეთი ფაქტის წინაშე დაგვაყენა მადლობა ღმერთს ამისათვის და ჩვენ ყველა უნდა ვეცადოთ მის გარშემო ვისაც რა შეგვიძლია მე ჩემი ხანდაზმულობით და გამოცდილებით შემიძლია თუ გამომიყენებს რაიმეში გვერდში დაუდგები და ყველამ ასე უნდა ვიფიქროთ ჩემო კოლეგებო და მთელ ერო აი ერის წარმომადგენლები ხშირად როდესაც სასულიერო პირებზე საუბრობენ ბატონო ბეკა მე მათ ვაჩერებ ჩემო კარგო შენ ეს გინახავს შენ ეს ამბავიცი არა ყური მოკრულია ჭორებია ჭორებმა წალეკა მთელი სამყარო გარყვნილებამ წალეკა მთელი სამყარო და ხშირად
აი ამ გარყვნილების სფეროდან გამოსული მეჭორავენი ხშირად შეურაცხყოფას აყენებენ აბსოლუტურად, რა ვიცი, მოვიდეს ის კაცი რაღაც მეგრული გვარი ქონდა, მე არ ვიმახსოვრებ ვინ მაგინებს და ვინ არა, რაც მეტი გვაგინებს, მით უკეთეს ჩვენთვის და მოვიდეს ერთი გამეცნოს, მოვეფერები, დავილაპარაკოთ, საიდან მოიტანა ეს მონაცემები, მეც გამაცნოს, იქნებ მართლაც ასეთი მაგარი და უმდიდრესი ვარ. ხრუშოვკაში ვიყავი რომოვედი ბეკა ეკლესიაში და დღესაც ხრუშოვკაში ვაცხოვრებ მე ჩემ ოჯახს. ეს ხრუშოვკა რა იც კი არ არის საგინებელი სიტყვა, მაგრამ ხალხი მოვიდა გაცეცილი ასე ჩექმებით და დღეს თაშიც აქვთ რაღაცეები, ბარშიც აქვთ დაჩები და დარჩები, აბა როგორი დარჩები და რა ვიცი. და ასე რომ ჩემო კარგებო, მე არაფერს არ უჩივი, რაც მაქვს, ამის ღირსიც არა ვარ. მე იმდენი რამე მაქვს, ისეთი მდიდარი ვარ, ჩემი ოჯახით, ჩემი შვილიშვილებით, ჩემი წყინვალე მეუღლითა და ჩემი ანგელოზი პატარა ვაჟკაცებით, რომ უბედნიერესი და უმდიდრესი კაცი ვარ. მე მაგ ნამდვილად თქვენი მრევლით, ჩემი უსაყვარლესი ჯერ ერთი ამაღლების ტაძარში შემოვიღე ასეთი პატარა ბოდიში, მაინც ახალგაზრდებზე მინდა ვორიოდოს სიტყვა, ჩემ ამბიონზე ვიდრე დაიხშობა სასულიერო პირების კურთხევის წინ არის მამაო ჩვენო, რომელსაც დიაკონი წარმოთქვავს, მაგრამ მე დიაკონი ერთი მე ვარ, ერთი მღვდელი მყავს, ერთი მგალობელი, ცოტა ღარიბულ სიტუაციაში ვარ, მაგრამ იმ ამბიონზე მე თვითონ გავდივარ და ვამბობ იმ მამაო ჩვენოს და ხელებს გავშლი ესე ცოტა ღმერთისაგან კაი ძელი ხელები მქონდა და შემი ბარტყები შემომესებია მთელმა უბანმა ისწავლა მამაო ჩვენო. პატარა ბავშვებმა 5 წლის, 3 წლიდან ერთმანეთს ეჯიბრებიან და ერთად დავჭექავთ და ერთად ლოცულობთ, ეს ხო უფლის ლოცვაა და ჩემი პატარა ანგელოზები უფლის ლოცვით იწყებენ თავიანთ ტაძარში მოღვაწეობას. მე მინდა დავლოცო სრულიად საქართველო და ამაღლება იყოს საწინდარი ახალი წარმატებების ყველა ერში. ახლა სტუდენტებმა დაამთავრეს, ახლა კლასები, სკოლები ბოლოზარი იყო, ბავშვები რაღაცებს იხატავენ. ჩვენ დროს ახლა პერანგები არ მქონდა, სად იყო თეთრი პერანგი რაღაცა ესეთი უცნაური პერანგები დავდევდით სკოლაში, მაგრამ ეხლა თეთრი უნდა გეცვას, მასეთ კარგი ავტოგრაფები, ეს ხიარულება, ეს სიხარული არ მოაკლოს ღმერთმა ჩვენ ერს და მე დარწმუნებული ვარ თავზე ამას რომ ბევრი არ გავაგრძელო, ჩვენი პატრიარქი, მე დარწმუნებული ვარ სიტყვა სიტყვით, ჩვენ თუ 4 წლიანი აკადემიები დავამთავრეთ ბატონო ბეკა, მისმა უწმინდესობამ პირადად პატრიარქი იყო მისი მასწავლებელი. მე მეხვეწე პატრიარქს რომ ასკეტიკა ესწავლებინა ჩვენთვის აკადემიაში და თავი შეიკავა და აქი დადო მთელი თავისი ცოდნა 8-9 წელიწადი უკვე პატრიარქი თავის მოსახდრეს ამეცადინებდა, ასწავლიდა, არიგებდა და სრულიად მთელი ეს შთაუნერგა ის დიდი რაც ვერ გააკეთა როგორ თვითონ ძანა თორემ როგორ გავბედა ამის ხმას და ეს სხვათა შორის იოსებ ბესარიონის ძე სტალინი რო იყო ერთი ჩვენი თუ გახსოვთ თქვენ თქვენ არ გემახსოვრება პირადად როგორ შეიძლება ეს გახდით როდესაც სტალინი ძალიან კარგად და რაღაც წასვლაზე და მოგონებაზე მოდი მივაყოლებ უწმინდესე პატარა რაღაცა მაქვს კი ბატონო ბრძანეთ როდესაც ვერ საუბრობდით და დადუმებულები რო ვიყავით რაღაც ერთი რამდენიმე კუპლეტში დიდი სიამოვნებით მე თქვენ გითხარით თქვენს პატიცემულ საზოგადოებას მიმართავ მამა ამირანი უნიჭიერესი დიდი ნიჭიერებით მომადლებული ღვთისაგან რომელმაც კი არ დააკონსერვა და შეინახა იგავის მსგავსად არა ეს ტალანტი ყველაფერი ყველანაირად ამ კუთხით რეალიზდა და თავის ქვეყნისთვის მრევლისთვის ჩვენი მართლმორწმუნე ერისთვის სრულიად დაიხარჯა და დღესაც მამაო მინდა ვთქვა დღესაც წირვის იმ დიდი ღვაწლის შემდეგ რა თქმა უნდა შემდეგ სტუმრები ყავდა მას და ამ ყოველივეს შემდეგ ეს შემოსილობა არ არის რაღაც
ერთგვარად ემპირულად შესახედი. ეს რა თქმა უნდა, როცა ჭეშმარიტ ნამდვილ მოძღვარს ეხება საქმე, ის დატვირთულია ბევრი დეტალით და ის დეტალი ყოველივე არის მძიმე ჯვარი. მიუხედავად ამისა, მაინც მობრძანდა ჩვენთან და აი ასე გვალამაზებს. აი ლექს მოვისმეთ და თან ხელოვნების კუთხით კიდევ იცით როგორ ერთ და მერე ვიტყვი ფინანსი ცოტა უფრო ოპტიმიზმურად რაღაც. ბრძანეთ. ილია მეორე შავი ღრუბლები გადაგვეფარა წვიმის სანაცვლოდ იღრება ცრემლი გლოვის ზარების ისმის გუგუნი გარდა გვეცვალა კეთილი მწყემსი სამებისაკენ დაიძრა ხალხი გარდა გვეცვალა კათალიკოსი ერი და ბერი გულით ქვითინებს მდელ თავარია თუ კლირიკოსი საუკუნეებს ნელად გვინახავს ასეთი გლოვა ერი შვილისა თერგი ღრიალებს კლდებს ასკლდება ვერ დამშვიდა მტკვარმა თბილისმა წმინდა სიონმა ჩაიკრა გულში კათალიკოსი მთელი ერისა დიდ წმინდანებთან დაიდობინა აღსრულდა ნება მაღალ ღმერთისა ღმერთთან იყო ღმერთთან დარჩა და სიონის დედა სიონმა თავის საყვარელი შვილი ჩაიკრა გულში ჭეშმარიტად მამაო ჭეშმარიტად დიდი მადლობა თქვენი ჭირიმეთ მე ახლა მცირე ინსპირაციაც მივიღე თქვენ გენაცვალეთ ხო იცით ჰუმბოლდტმა და არა მხოლოდ ბრძანეს არსებობს მეცნიერება არა მხოლოდ რუსთველოლოგია და galaktionologия და ასე არსებობს ქართველოლოგია თქვენ ძალიან კარგად იცით და მრავალმა არაერთმა ქართველოლოგმა ბრძანა რომ ყოველი ქართველი პოეტიაო და ქართველი პოეტი ორგზის პოეტია ყოველი ქართველი მომღერალია მაგრამ ქართველი მომღერალი ორგზის მომღერალი თქვენ ორგზის აბრძანდებით ყველა ჟანრში და მე ერთგზის ადამიანს თუ შეიძლება კადნიერებისთვის ბოდიშვიხთი მაგრამ მეც რაღაცას ჩხაპნი ხოლმე და ჩემი გულის აღმონახეთქი ჩემს პატრიარქს ილია მეორეს რადგან თემა შესაბამისი იყო თუ შეიძლება თქვენის ნებართვით მეც წავიკითხავ ჩემსას ძალიან საინტერესო გისმენთ საყვარელი ბოლომდე ვერ გამოთქმული ასე დავარქვი ამ ლექს ჩვენ სალოცავებს შენი სულის ბეჭედი აზის საღმრთო სიტყვის და შენი საქმის მადლი ფენია წუხილის დარდის სიყვარულის ცრემლი ხარ ვაზის და ცრემლი იგი უძღებ შვილებს ლოცვად გვფენია შეუდარებლად მოიღრუბლა ჩვენი ცარგვალი შენს უკვდავებას ერი შენი ვერ შეელია თუმცა ნაღვაწი საზეპურო ცისკენ მავალი ვით უკვდავ ყოფილს წარგიძღვება სადაც გელიან იქ საუფლოდან გვიამაგებ ობლად შთენილებს ეს მეოხება ჩვენ ერს კვლავაც გააზაფხულებს ყოველ კესანეს ყოჩი ვარდას თუ იაიებს ციურ მანანით და ცის ნამით კვლავ დააპურებს დავიღალეო როს აღმოხდა ვერ შევიმეცნეთ ან რა დაგღლი და ჩაუქრობელს პატროქ სულისა აკურთხებდი და მოელოდი გაფრენილ მერცხლებს აქ სამშობლოში რომ სწველოდათ მადლი უფლისა ვითა მარტვილი არჩიოდი ტკივილს მრავალთა შენ გაგვისწორე გზაუვალი მრუდეთ მავალთა გამხნევებდი და კვებავდი ყოველ გლახაკთა შეგვახსენებდი წუთისოფლის საზრის მთავართა გულს დაგვიმარხე სიტყვა ღმრთიანი აზრი იდეა სვემადლიანი ახლაც ჩაგვესმის ტკბილად ხმიანი ღმერთი სამშობლო ადამიანი ნახვამდის ჩვენო ტკივილო და ჩვენო ლხენავ სამადლობელსა ვერ გამოთქვამს მოკვდავი ენა დროებით
ჩვენო საუნჯევ და ჭირთა თმენავ იქ დაივანებ სადაც მეფობს საბაოთ ზენა ეს მიუძღვენი ჩვენს უწმინდეს რომელიც ჩვენთან ბრძანდება აც და მარადს ყოველ სიტყვაში რომ პირიქით მადლობა ეს ინსპირაცია რო არ მიმევა არც ვაპირებდი ამის წაკითხვას რა თქმა უნდა მამაო გარდა იმისა რომ ამხელა განვლილი გაქვთ ამხელა წრთობა გაქვთ და რა თქმა უნდა ეს დიდი გამოცდილება იმ მადლად გარდააქციეთ რომ სახელმძღვანელო ხართ და ძალიან მრავალისთვის განურჩეველად ვინ რას წარმოადგენს გნებავთ თქვენს დასში და გნებავთ საეროში ხომ მით უმეტეს ჭკუა საკითხავი ადამიანი ბრძანდებით აი ერთი რამ მინდა შეგეკითხოთ ბრძანოთ იცით მრავალი სნეულება სჭირს დღეს ქართველ ერს მრავალი აბსოლუტურად მაგრამ ხომ არ გეჩვენებათ რომ ჩვენ ზოგჯერ განურჩევლად ეხლა მე არ ფოკუსირდები იქ საეროში ვინ არის როგორ არის მე მეორე ნაწილიც ამაქვს მამაო და იქ შემინდოს უფალმა გაცილებით ისეთი კონკრეტული ვიქნები და ცოტა ალბათ ხისტიც მაგრამ ისე არ იქნება პატივცემულებო რომ დღევანდელ ამაღლების დღეს რაიმე სარეველა შეეპაროს თუმცა სათქმელი ყოველთვის სათქმელია როგორ უნდა თქვა კახაბერად ვინც არ არის კახაბერი ასე რომ მე რა კითხვით მინდა მოგმართოთ რომ ხომ არ ხდება ხოლმე რომ ისე ჩვენ შედეგებს ვებრძვით მამაო და არა მიზეზებს აი შედეგების აღმოქმრა გსურს ჩვენ და არა მიზეზების მიზეზი ყოველი სნეულებისა მიზეზი ყოველი ცოდვისა და ცოდვა სნეულებაა მიზეზი ყოველი აი იმ ქმედებისა რომელიც სათნო არ ეყოფა უფალს და რა თქმა უნდა ის საქვეყნოთაც ვერასგზით ვერ გამოდგება ხომ არ არის უფრო იმ ლაბირინთებში და საძიებელი და საბრძოლველი და არა შედეგი ნაყოფი რომელიც კი არ დამწიფდა შეიძლება ამ წიფე ნაყოფის შემყურენი უკვე ჩვენ თვალს შუა ეს ნაყოფი უკვე აყროლდეს კიდევაც კაცო ამიტომ მიზეზებთან ბრძოლა ეს ყოველი ცოდვის სათავე ხომ სულიერი გადაცდომა სულიერი შეცდომა სიყვარული ხომ სულისთვისებაა მამაო მეგობრობა ხომ სულისთვისებაა ყოველივე სათნო რაც ამ დედამიწაზე ღვთის შეწევნით არსებულა და ასე ვიდოდა ქართველიერი აბა რა მოგვიყვანა დღემდე თუ არა კაცთმოყვარეობა თუ არა თავდადებამ თუ არა ძმაკაცობამ თუ არა ხელოვნებამ თუ არა თანაალმობამ და ასე შემდეგ კიდევ მრავალ წერტილი აი გამიგეთ ალბათ კითხვის შინაარსი და მოგისმენთ უამრავი გამოთქმანი არის ჩვენ კულტურას ჩვენს ხასიათებს ჩვენს ფსიქოლოგიას არა მარტო ჩვენი მეცნიერები თუ წინაპრები სწავლობდნენ არამედ მთელი მსოფლიო კაცობრიობა სწავლობდა ამას როგორც კი საგმირო საქმეებით დავიხუნძლებით რაღაც გაჭირვება მოგვასკდება რაღაცა გვაერთიანებს აი მე მაგალითი 9 აპრილი ეს რაღაცეები განსაცდელები რომელსაც მე თვითონ მოვესწარი და რაღაც მაგრამ როგორც კი პატარა ამოისუნთქავს და გაიშლება ეს აი მე მინდა 17 მაისს როდესაც ერი ვიკრიბებით საყვარელო აი ეს არის ზეიმი უკვე ჩვენ გლოვის სცენებიც ნახეთ თვითონ დადგმული მას არც დრამატურგი ყოლია, არც რეჟისორი ყოლია, ხალხის მასა, ეს იყო სასწაული და აგრეთვე ძალიან მაოცებს, როდესაც ხო ავლაბარი ქვია იმ კუთხეს და აი იმ კედელი რო არის, იქ მწვანე კედელი, სადაც ცხრემლად იღვრება რაღაც იქ თითქოს სამებიდან ეხლა თუ დავაკავშირებთ და ატირებული ის სცენარეები და ცრემლად ჩამოედინება იმ კლდეზე და როდესაც შეიკრება ეს ერი, აი ახლა 17-ში ორჯერ პირველში მე თვითონ მონაწილეობდი გუშინ
წინ ვერ ვიყავ ჩემი ფიზიკური მდგომარეობის გამო ბოლომდე და როდესაც ასე მიდის უსასრულოდ და იმედის ნაპერწკალი გაგიჩნდება კაცს განსაკუთრებით ესე როცა თვალს ადევნებ და თუ აი თქვენ ბრძანეთ რომ შედეგები თითქმის ვლინდება იმ წინა თესლით იცნობა ნაყოფიო მაგრამ თუ თესლი ნაყოფიერ ნიადაგში არ მოხდა ბატონო ბექა იქიდან ჩვენ ვერ მივიღებთ დადებით ნაყოფს სახარებაშიც ასია თესველი თესავდა ზოგი მაღლოვანში მოხდა ზოგი გზაზე კლდეზე ასე შემდეგ ზოგი ჩიტმასე ჭამა ზოგი რაღაცა მაგრამ როგორც კი კეთილი ნიადაგი იპოვა მარცვალმა იქიდან 10 იმდენი აღმოცენდა ვიდრე ელოდა თესველი ესე იგი მე მაინც ცოტა ესე შევალ იმ სფეროში რომ მეორე გაყოფილებას ეძახი მე მივხვდი რაზეა საუბარი ჩემო ძვირფასებო ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ხო ქვეყანაა ეს ხო სამყაროა იგივე გინდა ამერიკა იყოს გინდა სხვადასხვა ქვეყნები და გინდა ჩვენი სამშობლო საქართველო აუცილებელია ძალიან დიდი ძალისხმევა დაიხარჯოს კადრების შერჩევაზე შენ მამაც ხონებულო და განათლებულო საწყალი ბაბუა ჩემი იტყოდა რო დანიშნავ ადამიანს და მერე თავს რომ უაჭრი ვიდეო თუ სარეველა იყო რას ნიშნავდი იმ აბიბინებულ თავთან ერთად არა თუ თავთავი გინდა მიიღო ჯიშიანი თავთავი დათესე და ნაყოფსაც შესანიშნავს მიიღე. ლაპატიეთ მამაო, შეიძლება სარეველა ვიღაცამ ვერ იცნოს ერთხელ, ორჯერ, მაგრამ ამდენ სარეველას რომ ვიც ვერ იცნობ. ოკეი, აი ეს უკვე სასაცილოც არა. აი გამეღიმა ეხლა მართალი ბრძანდებით, აი ეგ არის მართვა რას ნიშნავს ჩემო ძმაო. საწეთ პრობელობა რას ნიშნავს ის გემი კი არ უნდა შეაგდო ისეთ მოდრეფეყინულებში არამედ უნდა არიდო მას და ფრთხილად გახვიდე იმ სრუტეებში და დალაშქრო შენი გზა, შენი მისასვლელი ეს უფალთან იქნება თუ სოფლიო დონეზე ჩვენ ბევრგან გაგვაქვს გასასვლელი და რაღაც ჩვენ კიდევ უმტკიცებთ სამყარო ჩვენიდან დაიწყო მოდი ასე ვთქვათ რა კაცობრიობამ აქედან მიიღო გამრავლების ტაბულა და ნული ვიყავით და ერთი აქედან წავიდა და მილიარდებზე გადავიდა შემდეგ ეს უსასრულოდ რა ქვია მაგას მათემატიკაში როდესაც ესეთი გამრავლება ხდება მაგრამ ეხლა ჩვენ გვედავებიან ევროპაში ვერ შემოგვი შენი შემოსაშვები რამჭი შესაძოდაო შედაცემულო და ეხლა ამ პოლონელებმა იტირეს მეოთხარი რა შვებით მეთქი ქრისტიანები თქვენი მეზობლები ანდა თქვენ რაშია საქმე აი სანამდე მიიყვანეს კაცობრიობა ადამ და ევას როგორ უარყოფენ ბატონო ბექა მე ქართველი კაცი ვარ მე უყურებ ჩემ ბიჭებს ვზდი ჯიშიან ბუღებად ბოდიშიან იმადგან უნდა მივიღო მაგარი სპეციალისტები რომ ღმერთსა და სამშობლოს გამოადგეს და შექმნას ბრწყინვალე ოჯახი გამრავლდეს და ჩვენ ქვეყანას ძალა და ის მიცეს ენერგია ემსახუროს და არა ბოდიში და ძლივსო დაქიანობენ ესე თქვენ წეხან ბრძანეთ მე 80 წელს მიღწეული კაცი ვარ უკვე შევედი რამდენიმე თვე 80-ში და დღეს წირვა მქონდა სათავშორის წირვაზე ბევრი ენერგია მეხარჯება მე არ შემიძლია და რო დავაგუგუნებ ის ხალხი მოდის და ახლა ტაში არ იკვრება ჩვენთან ეკლესიაში მაგრამ ასე ვიყავით სიონში ასე ვიყავით საზღვარგარეთ თუ საზღვარშიგნი მე პატრიარქს იმიტომ ასე ხელისგურზე მატარებდა რომ რაღაც საჩვენებელი ობიექტივით ვიყავი თელ სოფლიოში და უხაროდა უწმინდეს ერთხელ კიდევაც ჟენევაში როდესაც მოხსენება დავამთავრე და ქართული სულიო რა არის ხშირად ხმარობდა პატრიარქი ჩვენ ქართული სულიერება ქართული და უცბად გამოიხედა არ დაფიქრებულა აი ეს არისო ქართული სულიო ტრიბუნისკენ
და მე შევწვა დავუღუნე ახალი ის ვიყავი ნაკურთხი და რატომ ეს ქართული სული უნდა გავაძლიეროთ ჩვენ შვილებში და ისეთი ხალხი დავნიშნოთ ჩემო ძმაო საჭეჭპრობელებად რომ ბოდიში გამოთქმისათვის მაგრამ ეს სოფელში გაზრდილი კაცი ვარ და მამალი ძროხებს რო კაცი იტყვის ის შეიძლება სოფლის მეურნეობის მინისტრად კაცო სოფლის მეურნეობის მინისტრმა დამყნაც უნდა იცოდეს დარგვაც უნდა იცოდეს გასხლაც უნდა იცოდეს მცენარეების შეჯვარება ცხოველების თუ რაღაც 1000 არაფერი არ იცის ადამიანს ეროვნული მაპატიეთ მამაო ეროვნული ცნობიერება მაშინებსო მაფრთხობსო და აქ დიდ საფრთხეებს ვხედავო ასე დაჭირდა და სოროსიდანაა დაფრთიანებული კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახელსა და გვარს არ უწევს თქვენთან ერთად ხო არ დავასახელებ ამაღლება დღეა თორე პირდაპირ მეუბნები ტიგიბათ თინახი და შელმა მე გამომიშვა საპელანობიდან რო დავჭექავდი ვებსახურები საქართველოს ჩემი ჯარისკაცები ეს სწორდებოდნენ ვებხაბებით და ისე შემომციცინებდნენ შვილები თინათინი მაშინ ხედამთავარი იყო ხედამთავარი იყო მინისტრ რა ქვია აბარონი მაგის დაცული ქვეყანა რა თქვა კაცო ბოდიში რა მაპატიოს ღმერთმა მე არ მინდა პიროვნებების სახსენება მაგრამ სოროსზე გამახსენდა აი მეტი რა გვიქნას იმ კაცმა დაგვანგრია კაცი ქალად აქცია ქალი ცხენზე შესოდა საჭესთან დასვა და რა ვიცი რეებს აკეთებენ და ასე არ შეიძლება რა ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ვართ ქრისტიანები ჩვენ ვართ ადამ და ევას პირბებელი შთამომავალი ადამიანები გავიგონოთ ამ თემაზე მე აქ არ გავებცობი მაგრამ დადგება ამის დროც და მთელ სამყაროს უნდა უთხრათ რომ აქედან მიიღო კაცობრიობამ ის საზრდელი ის ნიჭი ის არგონავტები თუ რაღაცე მოდიოდნენ რომ საქართველოსთან კულტურა წაეღოთ მეცნიერება წაეღოთ და ჩვენ ბუზიც კი მოვათვინიერეთ ხშირ შემთხვევაში მოეპარათ ცხენიც მოვათვინიერეთ ბუზიც და ყველა ბუზი რა ფუტკარზე ვიძახი გასაგებია და ასე რომ ასეთი კულტურის ხალხი ვარ და ჩვენ არავისთან სამოთხორო არაფერი არ გვჭირს ოღონ ერთობაა საჭირო და ის ეშმაკები რომლებიც მოწამლული არიან ნევსი რო აქვს გაკეთებული ერთი ორჯერ სტრასბურგში სამჯერ ვიყავი მე მაგრამ იქ ნევსი კი არ გამიკეთეს კაცო იქ დავათვალიერე იქ ევროპა პარიზიც მიყვარს და ნიუ-იორკიც მიყვარს და ავსტრალიაც და სიდნეიც და სინგაპურიც მაგრამ იქ არც ერთი ნევსი არ გამიკეთებია მე ქართული სული წავედი და ქართული ასეთი აი ეგეთ წიგნზე მიხატია შავი ცხენი ეგეთი მუსტანგი აი მუსტანგობა არის ქართველი კაცის ყველაზე პირველი პროფესია აი ამ მუსტანგობას თუ მე სიბერეში უკვე გავბედე ჩემ თავის მეწოდებინა იმიტომ რომ ეხლა აღარაა საშიშროება ისეთი რაღაც ცოდვებისა რომელიც მუსტანგს არ შეეფერება და მთელი სამყარო მოვიჯირითე გამთეთრებია შავი ფაფარი მუსტანგი ვიყავ მუსტანგად დავრჩი უფალთან პოვე თავს შესაფარი ამაზე გემრიელი მე პატარა ერთ კუპლეტში მინდა ჩემი ბიოგრაფია ჩავატიო რომ ეს მუსტანგობა თურმე იოლი არ ყოფილა ისე როგორც თვით ქრისტიანობა არ გახლავთ იოლი მაგრამ თუ ცხონება გინდა და არა ჯოჯოხეთი წაღმა უნდა იარო წარმავალი ღმერთისაგენ და არა უკუღმა ის უკუღმა არ შეიძლება სვლა მაშინ ჯოჯოხეთი ჩაყლაპავს უკუღმა მავალთ და ფრთხილად იყავით კი ბატონო ძალიან კარგი იყო რა თქმა უნდა ან როდის არ იყო კარგი თქვენი ჩართვები და თქვენი აქ ჩვენთან თანამყოფობა მამაო ჩვენ დრო საერთოდ არ გვეყოფა ერთმანეთთან რომ თქვენ გსურდათ რაღაც წაგეკითხათ და რაღაც სირე წუთები გრჩება და მოასწრებ აუცილებლად მე ისე არ მინდა რომ გაგიშვათ აი ეხლა იგივე სამ ცოტა პატრიოტული ხაბარო პატრიოტულ ფრონტში ბრძანდებით ჩემი პატრიოტული ერთობა ჩემი პრაიდი საქართველოა ლომივითაბარ გალიაში გამოკეტილი არ მინარა ჩანს გამომხსნელი კაცი კეთილი დრო ბრძოლის ველზე დაჭიხვინებს ოხერტიალი
ვერ მოვიშორი აღმა მე ხეტიალი ხშირად ცოტანი დავრჩით მებრძოლები ჩვენ ქვეყანაში ან აღარ დარჩა გამძლეობა ბრძოლის დაღლილებს ვაი თუ მართლა შეეგვენ მორჩილ მონობას არ მინდა ქართველთ რომ ხედავდეს სული დაცლილებს მომხდური იყო მხეცე მხეცი და სისხლის მსმელი 100,000 წამებულმა შესწირა თავი ახლა რა მოგდით დაივიწყეთ წინაბად რჯული მგლებმა მოირგეს საცდუნებლად ცხრის თეთრი ტყავი ლომი რომელიც დაბერდება და ატოვებს პრაიდს მე კი ვერ ტოვებ ბრძოლის ველზე აღმოჩდი მარტო მოუხმობ გმირებს ბაგრატონებს ერეკლეს დავითს მათი გმირობის ლეგენდები თეთრ თმებზე მათოს ვიცი რომ ისევ ქვენ ფარველობთ საქართველოსას 100,000 წმინდანის დაცი ზეციდან გლოცავს ქრისტეს გზით გვევლოთ ქართველებო და დედა ღვთისამ წამს გადმოგხედავს და გააბწყინებს თავის წილხვედრ მიწას დიდი მადლობა მამაო გენაცვალე იმედით უნდა დიდი მადლობა ძალიან ბევრი დრო მაჩუქეთ კიდევ ცხოვრებისა და სიცოცხლისა და დიდი მადლობა ეს საზრდელია თითოეული ქართველისა სამწუხაროდ მეტნაკლებად და სამწუხაროდ შეიძლება ზოგიერთისთვის ვერა მაგრამ ეს ვერა გამოსწორებული იყოს უფლის შეწევნით და ყოფილიყოს ყველასთვის თანაბრად ეს საზრდელი საზრდელად სულიერად ფიზიკურად და გაბწყინებაც ის განათება ხომ არ არის კაცო გაბწყინება იწყება პიროვნებიდან საკუთარი თავიდან ცოდვაზე ამაღლებიდან დიდი მადლობა თქვენ დიდი მადლობა თქვენ სადავეები რომ მიმიშვი და რაღაც ჩემი სიტყვა ბოლომდე მაგრამ ნაწილობრივ კიდევ სხვა დროსაც აუცილებლად ცოტა კიდევ დიდ ფორმატში გენაცვალე დიდი მადლობა მამა ამირან დიდი მადლობა დაგლოცოთ თქვენ უფალმა და თქვენი ლოცვა კურთხევა კიდე ჩვენზე და რა თქმა უნდა ჩვენ წამები დაგვრჩა დავიმშვიდობები თქვენი სახელიდაც პატივცემულებო რომლებმაც დარწმუნებული ვარ რა თქმა უნდა აი ამ სტრესულ გარემოში რაღაც მცირე რაღაც 1 საათით დაახლოებით ალბათ ისიამოვნეთ, განიმუხტეთ და დაიმუხტეთ კიდევაც ქართულად და ეს იყო და არის და სულ იქნება მამა ამირანი. თქვენ არ გადართოთ მცირე ჭრის შემდეგ მე კვლავ დაგიბრუნდებით ნახვამდის დროებით.